ესე იგი ახლა უნდა უპასუხოთ იმ კითხვებს, რომელიც ხალხმა დაგვიტოვა სქემერების, თაღლითების მასალის ქვეშ კომენტარებად. მოკლედ ასე გვწერენ, რომ სკამერებისთვისო არ უნდა გაგეგზავნათ წერილი, დააფრთხეთ ეგრე და წაშლიან ყველაფერს გაანადგურებენ მტკიცებულებებსო. ჩვენ ეს მტკიცებულებები მანამდე გვქონდა მოგროვებული, სანამ კითხვებს გავუგზავნიდით და კარგი ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპი და სტანდარტია, რომ ხალხს, რომელსაც ჩვენ რაღაცაში ბრალს ვდებთ, ვადანაშაულებთ თუ ხდებიან ჩვენი გამოძიების გმირები, მათ უნდა მივცეთ პასუხის უფლება და ეს არის სტანდარტი, რომელსაც აი ფაქტი მიყვება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეთიკური მედია და ხარისხიანი ჟურნალისტიკის კეთება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სკანდალები. მეორე კითხვა, ამ სკრინებს თქვენ როგორ კითხულობთ? მოკლედ ეს მასალები, რომელზეც ფილმი დაეფუძნა, მოიპოვა შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მას მიაწოდა ანონიმურმა წყარომ ამ თაღლითების კომპიუტერების ეკრანების ჩანაწერები, ან რო წარმოიდგინოთ ვიდეო ფაილები იყო და ჩანდა აი screen recording-ით რომ ჩაწეროთ რა ხდება ამ დესკტოპზე, ეგრე ჩანდა, მოკლედ ვისწერდნენ რა ჩატი იყო გახსნილი კლიენტებს თუ თაღლითებს თუ ერთმანეთს თუ მსხვერპლებს როგორ წერდნენ, სად შედიოდნენ რა საიტებზე და ამას ვუყურებდით მოკლედ ამ ვიდეო ფაილებს და ესე მოვაგროვეთ ეს მასალა. მესამე კითხვა, იპოვეთ და მერე რა გაგრძელება მოხდა, თორემ მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ასეთი კოლ-ცენტრები არსებობს. დიახ, მთელმა ქვეყანამ იცის, ჩვენც ვიცოდით, ყველა მიცოდა, მაგრამ მტკიცებულებების გამოქვეყნებაში აქვს საქმე, ის რომ ვიღაცეები რაღაცეებს ლაპარაკობენ, ჭორაობენ და ასე შემდეგ, ეს ვერ იქნება სანდო მტკიცებულება სკეპტიკური ადამიანებისთვის, მათ შორის საგამოძიებო უწყებებისთვის ჩვენ ქვეყანაში იქნება ეს თუ ქვეყნის მიღმა. ამიტომ ჟურნალისტურ გამოძიებებს ეს როლი აკისრია მსოფლიოში და ზოგადად საზოგადოების განვითარებაში, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკამ უნდა გამოავლინოს ფაქტებზე დაყრდნობით, მტკიცებულებების მოპოვებით, კონკრეტული სქემები, დანაშაულები და ამის შემდეგ ვინ როგორ რეაქციას მოაყოლებს და გამოიძიებენ, არ გამოიძიებენ, დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ, ეს უკვე საგამოძიებო უწყების, პროკურატურის და პოლიციის საქმეა. ჩვენ ჟურნალისტები ვართ ინფორმაციის გამავრცელებელი, დანარჩენი დაჭერა, დევნა და ასე შემდეგ არის უკვე პოლიციის პრეროგატივა და არა ჩვენი. მე უარს არ ვიტყოდი, რომ ეს ძალაუფლება ჩვენს გვქონდეს, მაგრამ ნუ ახლა ეს არაც არის. და თქვენ ვინ გგონიათ, ამათ უკან ვინ დგას? ვერ ხვდებით, რომ ეს ეგრეთ წოდებული მთავრობის ბანდიდან არის დაფუძნებული? ჩვენ ბევრ რამეს ხვდებით, მეგობრებო, მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ ვამბობთ იმას, რასაც ვერ ვადასტურებთ დოკუმენტებით. ანუ აი ფაქტი მუშაობს ამ პრინციპით, რომ მხოლოდ ადამიანების მონათხრობი ამბები ჩვენთვის არ არის საკმარისი მტკიცებულება. ყოველთვის გვჭირდება უფრო მყარი არგუმენტები, უფრო მყარი მტკიცებულებები, ფაქტები, რომელიც უდაო იქნება და ვერავინ ვერ შემოგვედავება, რომ ჩვენ რაიმეში ვცდებით, ტყუილს ვამბობთ და ასე შემდეგ. რახან ასეთი ფაქტები ჯერ არ გვქონდა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მალე გვექნება. შესაბამისად, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყოდით სულ საბოლოო მფლობელზე ამ კოლ-ცენტრების. ეჭვები რასაკვირველია, როცა თქვენ გაგიჩნდათ, უნდა ჩათვალოთ, რომ ჩვენ თქვენზე ადრე გაგვიჩნდა ეგ ეჭვები, მაგრამ ვმუშაობთ ამის დასადასტურებლად.